გამარჯობა მაიკლ, გუნდური სიახლეებით დავიწყოთ. მატეუს კუნია, ლუკ შოუ, დელიხტი, კიდევ ხომ არ არის ვინმე ვის მდგომარეობაზე ყურადღება უნდა გავამახვილოთ? არა, ზოგადად კარგ მდგომარეობაში ვართ. მატეუსმა ცოტა ივარჯიშა, ასე რომ იმედიანად ვართ. ზუსტად არ ვიცით, მაგრამ იმედი გვაქვს. რაც შეეხება მატაის, ის ჯერ კიდევ ცოტა უკან არის. ის თამაში არ იქნება ჩართული, მაგრამ ამის გარდა სხვა მხრივ კარგ ფორმაში ვართ. გუშინ კლუბმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ კობი მეინუმ ახალი კონტრაქტი გააფორმა 2031 წლამდე. რამდენად დიდი სტიმულია ეს კლუბისთვის? ნახე, რომ ჯეისონ უილკოქსმა ის მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ბუნებრივად ნიჭიერ ახალგაზრდა ფეხბურთელად მოიხსენია. თქვენ რას ფიქრობთ? კობისგან ძალიან დიდი შთაბეჭდილება მივიღე მას შემდეგ, რაც აქ ვარ. ფიქრობ, სხვადასხვა როლში ყოფნისას დიდი ხანია ვიცნობ. ან სულ მცირედ დიდი ხანია ვიცი მის შესახებ. ის ამ კლუბის განსახიერება იცით? აკადემიიდან ამოსული ახალგაზრდა ფეხბურთელებს წარმოადგენს, რომლებიც ცხოვრობენ და სუნთქავენ ამ კლუბით და რეალური ნიჭით მოდიან. მან უკვე აჩვენა თავის შესაძლებლობები განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე თამაში. იყო ფანტასტიკური. ბუნებრივი ნაბიჯი ახალი კონტრაქტის გაფორმება და ამით ყველა ძალიან ბედნიერია. მათ შორის მეც, რადგან ვფიქრობ ის ამას იმსახურებს. მაიკლ, როცა ლიდზე გესაუბრებით, თქვით, რომ მათ წინააღმდეგ ბევრი არ გითამაშიათ. თუმცა ლივერპულთან ბევრჯერ გითამაშიათ. ისევ მიიჩნევთ, რომ ეს არის მანჩესტერ იუნაიტედისთვის ყველაზე დიდი თამაში, მიუხედავად იმისა, თუ რა პოზიციაზე არიან გუნდები ცხრილში? ეს ნამდვილად ერთ-ერთი ჩემი საყვარელი თამაშია, ეჯგარეშე. გამორჩეული მატჩია. გვაქვს სხვა დიდი თამაშების და დიდი მეტოქეობების სხვადასხვა გუნდებთან, მაგრამ ეს თამაში ნამდვილად ერთ-ერთი პირველ ადგილზეა. ისტორია, წარსულში არსებული აღმავლობა და ჩავარდნები ასეთ მატჩებში, ემოცია, დაძაბულობა და სანახაობა ეს არის ის, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. ამ ყველაფერს ერთად განსაკუთრებულ მატჩად აქცევს. როცა ამ თამაშზე ფიქრობთ, რა გახსენდებათ პირველად? ფიქრობ, ეს არის ის განსაკუთრებული დაძაბულობა და კონკურენცია. მიუხედავად იმისა, თუ რა პოზიციაზე იყვნენ გუნდები წლების განმავლობაში, ან ვინ იყო კონკრეტულ მომენტში უკეთეს ფორმაში, თამაშის შეგრძნება და გულშემატკივრების ემოცია არასდროს შეცვლილა. ძალიან მნიშვნელოვანია იმის დაფასება, თუ რას ნიშნავს ეს მატჩი გულშემატკივრებისთვის. ჩვენ ეს უნდა გავითვალისწინოთ. ეს უბრალოდ განსაკუთრებული თამაშია, რომელშიც მონაწილეობა თავისთავად დიდი პატივია, ხოლო გამარჯვება ერთ-ერთი საუკეთესო გზნობაა, რაც შეიძლება განიცადო. კობისთან დაკავშირებით, თქვენ დაბრუნებამდე მას პრემიერ ლიგაში სტატია არ ქონია. როგორ იყო მასთან საუბარი, როცა პირველად დაბრუნდით? წარმომიდგენია, რომ მაშინ, როცა ბევრს არ თამაშობდა, შესაძლოა თავდაჯერებული არ იყო. როგორც ყველა ფეხბურთელთან, აქაც მთავარი იყო ურთიერთობის შექმნა და ერთმანეთის უკეთ გაცნობა. მნიშვნელოვანია იმის გაგება, როგორ ვითარდებოდა კობის კარიერა ბოლო 2-3 წლის განმავლობაში. იყო აღმავლობაც, იყო რთული პერიოდებიც, მთავარია მისთვის ისეთი გარემოს შექმნა, სადაც შეძლებს საკუთარი თავის გამოხატვას. ის განვითარდა და მუდმივად უმჯობესდება. ფიქრობ, ეს აშკარად ჩანს. მეტი თავდაჯერება, მეტი პასუხისმგებლობა, მეტი რწმენა საკუთარ შესაძლებლობებში. ის მუდმივად უმატებს თავისი თამაშით ხარისხს. ასე რომ, საქმე იმაშია, რომ მივცეთ მას პლატფორმა და შესაძლებლობა, გახდეს საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია. როგორც უკვე ვთქვი, მან ფანტასტიკურად ითამაშა და კიდევ ბევრი აქვს წინ. ამას ხშირად ვამბობ, რადგან ის ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა. ამ ეტაპზე ძალიან კარგ მდგომარეობაშია. მაიკლ, თქვი, რომ მას კიდევ ბევრი აქვს წინ. ამ კონტრაქტის დასრულების დროისთვის ის უკვე 25-26 წლის იქნება. რას ფიქრობ? რის მიღწევა შეძლებს ამ დროის განმავლობაში ის აქ? იმედია, ის აქ დიდხანს დარჩება და იქნება წარმატებული გუნდის ნაწილი, რომელიც ტიტულებს მოიგებს. ეს უნდა იყოს მიზანი. ეს მარტივი არ იქნება. არც პირდაპირი გზა იქნება, მაგრამ სწორედ ეს არის გამოწვევა. კობის მიზანი უნდა იყოს, რომ გახდეს საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია და მუდმივად განაგრძოს წინსვლა და გაუმჯობესება. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ კლუბიც კარგ მდგომარეობაში იყოს, რათა ერთად შევძლოთ წინსვლა. ჩვენ გვინდა ვიბრძოლოთ ყველაზე დიდი ტიტულებისთვის. ეს წარსულში გავაკეთეთ და ისევ უნდა გავაკეთოთ. თქვენი დაბრუნების შემდეგ საკმაოდ სტაბილური შემადგენლობა გყავდათ და ამაში კალენდარის დაგეხმარათ. როგორ ფიქრობთ, საკმარისად ღრმა და დიდი შემადგენლობა გაქვთ, რომ მომავალ წელს 4 ფრონტზე იბრძოლოთ დაახლოებით 60 თამაშით და არა 40-ით? ეს ნამდვილად განსხვავებული გამოწვევა იქნება იმასთან შედარებით, რაც ბოლო 3-4 თვის განმავლობაში გქონდა. ეს ბუნებრივი პროცესია და სწორედ იქ გვინდა ვიყოთ.
ეს ძალიან პოზიტიური იქნება თუ ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდებით და ჩემპიონატში იმ პოზიციას მივაღწევთ, რომელიც ამის საშუალებას მოგცემს. გუნდი მუდმივად ვითარდება. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ გაუმჯობესდეთ და გავძლიერდეთ. იქნება ეს ხარისხის მხრივ, სიღრმის მხრივ თუ შემადგენლობის სტრუქტურისა და ბალანსის მხრივ. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ წინსვლას. თქვენ ამ კლუბში ცენტრალურ ნახევარმცველად თამაშობდით 36-37 წლამდე. კაზემირო ახლა 33-34 წლისაა. რა არის მთავარი იმისთვის, რომ ამ დონეზე თამაში ასაკის მატებასთან ერთად გააგრძელო? აძლევთ მას რჩევებს თუ ეს საჭირო არ არის, რადგან ის უკვე ძალიან გამოცდილი ფეხბურთელია? საკმაოდ საინტერესოა, რამდენად და რა მოცულობით ეხმარების სხვადასხვა ფეხბურთელს. ზოგჯერ ახალგაზრდა მოთამაშეებზე ფიქრობ, რომ მათ ბევრად მეტი დახმარება სჭირდებათ, მაგრამ ზოგჯერ როგორც კობის შემთხვევაში მნიშვნელოვანია იცოდე, როდის უნდა დაიხიო უკან და მისცე მათ განვითარების და საკუთარი თავის გამოხატვის საშუალება. ზოგი ფეხბურთელი სხვებზე მეტად დახმარებას ითხოვს. შემდეგ კი არის ეტაპი, როცა ფეხბურთელები 30 წელს გადაცილებული არიან და ამ დროს ისინი ხშირად უკეთ ჩამოყალიბებულები არიან იმად, რადაც არიან. ასე დროს ისინი საკუთარ თავში უკეთ ერკვევიან და შენც ენდობი მათ თამაში. მათთან საუბარი უფრო თანასწორ დონეზე მიმდინარეობს, სადაც ურთიერთგაგებაა მთავარი. კაზე შემთხვევაში სწორედ ასეა. კარგად ვიცით რა შეა ძლიერი, რა შეუძლია მოიტანოს გუნდში და ვცდილობთ მისი ძლიერი მხარეები მაქსიმალურად გამოვიყენოთ. თანაც დიდ დობას უცხადებთ მის გამოცდილებას იმ დონეს, რომელზეც ის წლების განმავლობაში თამაშობდა. ამ დონეზე ასე ხანგრძლივი თამაში დიდ მსხვერპლს და დიდ შრომას მოითხოვს. ეს მარტივი არ არის. პირადად ჩემთვის საამაყო იყო, რომ ასეთი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში შევძელი მაღალი დონის შენარჩუნება. ზოგ ფეხბურთელს კარიერაში აქვს დიდი აღმავლობების და დიდი ჩავარდნებიც, ზოგი კი უფრო სტაბილურია. მაგრამ ის, რაც მან ასეთ ხანგრძლივ პერიოდში გააკეთა, ნამდვილად დიდ პატივისცემას იმსახურებს. თქვით, რომ ლივერპულთან იუნაიტედისთვის ყოველთვის დიდი თამაშია, მიუხედავად ცხრილის მდგომარეობისა, მაგრამ წელს არსებობს შანსი, რომ მათზე წინ დაასრულოთ სეზონი. მაშინ როცა შარშან დიდი სხვაობა იყო. რას ნიშნავს ეს თქვენთვის, თუ ეს მოხდება? ფიქრობ, ეს პირველ რიგში გვაჩვენებს, რამდენად გაუმჯობესდით როგორც გუნდი და როგორ გავძლიერდით. ასეთ კარგ პოზიციაში ყოფნა ამ თამაშის წინ კარგი შედეგების ფონზე და წინსვლის სურვილით ძალიან მნიშვნელოვანია. მე სრულად ვაცნობიერებ ცხრილში არსებულ სიტუაციას და იმას, რამდენად ახლოს ვართ ერთმანეთთან, მაგრამ ეს არ არის ის, რაზეც ამ თამაშის წინ ფოკუსირდებით. ეს ერთჯერადი მატჩია. მათ ყავთ შესანიშნავი ფეხბურთელები, ძლიერი გუნდი და შარშან ჩემპიონებიც გახდნენ. ჩვენ პატივს ვცემთ ყველაფერს, რაც ამ თამაშს უკავშირდება და ვუდგებით მას როგორც ერთ კონკრეტულ მატჩს. ცხრილი თავის ადგილზეა, მაგრამ კვირის თამაშის სრულიად სხვა ისტორიაა. რას ამბობს ორივე კლუბის ამჟამინდელ მდგომარეობაზე და მათ მუდმივ გლობალურ პოპულარობაზე ის ფაქტი, რომ ეს მატჩი კვლავად მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულად ითვლება? პირველ რიგში დიდი პატივია ჩვენთვის ყველასთვის, რომ ამ მატჩში მონაწილეობთ. რა როლშიც არ უნდა ვიყოთ. ფიქრობ, ეს არის ფეხბურთის სილამაზე. ჩვენ ხშირად ვემოციონირებთ ყოველკვირეულ მოვლენებზე, კლუბიდან კლუბამდე, აღმავლობასა და ჩავარდნებზე, მაგრამ თუ ინდივიდებზე და კარიერის შენარჩუნებაზე ვისაუბრებთ, მაღალ დონეზე თამაში დიდი ხნის განმავლობაში თითოეული კლუბისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. არსებობს გარკვეული სტანდარტები თუ როგორ აკეთებ ამას. რა მნიშვნელობები გაქვს, რა ქცევებს აჩვენებ და რას წარმოადგენს კლუბი. ეს ორი წარმოუდგენელი საფეხბურთო კლუბია. ის, რომ ისინი ერთმანეთთან ასე ახლოს არიან, ბევრ ასპექტში ტიტულებით, გეოგრაფიულადაც ახლოს მდებარეობენ და ამდენი წლის განმავლობაში ასეთ დიდი გავლენა ჰქონდათ ფეხბურთზე, ნამდვილად განსაკუთრებულია. ფიქრობ, ამას ყველა ვაფასებთ.